ძველი საიდუმლო. Მართლა ხელი მოგიმართოთ. გმადლობ შვილო. ვერ გიცანი. ვინ ხარ? ერთხელს ვეძებ. აქვე ახლოს შენიშნეს. ხომ არ გინახავთ? როგორ გამოიყურება? ლამაზი ქალია, 170 მეტრის სიმაღლის. წაბლისფერი თმით. არ დაგინახავთ? არა შვილო. გარეთ იშვიათად გამოვდივარ. როგორ უნდა მენახა? რა გითხრა? იმედია მალე იპოვი. მადლობთ. ნახვამდის. გამარჯობა ბიძია. ერთხელს ვეძებ. უცხო ხომ არავინ დაგინახავთ? ძმაო თურქოთ. მართოის ხმა ხომ არ მომელანდა. მაღალი, საშუალო ასაკის ქალია. ის არის. თურგუთია. კარგი, დიდი მადლობა. მადლობა ღმერთს. ძმაო თურგუთ. აქ ვარ ძმაო თურგუთ. აქ ვარ. სახლში არ არიან. მე პატრონე ქალაქში წავიდა. მადლობ დეიდა. ძმაო თურგუთ. გთხოვ ვარ წახვიდე. აქ ვარ. გევედრები. ჩემი ხმა გაიგონე. სათხარ ჩინარ. თითქოს მიწამ ჩაყლაპაო. არა. ასე არაფერი გამოვა. სეჰერთან უნდა მივიდე და ვუთხრა, რომ დედამის არ მიუტოვებია. საბრალო ქალს ჩემ გამომკვლელობა დააბრალეს. ამჯერად არავის მივცემ უფლებას ჩინარის შვილებს დააშოროს. რადგან არ უნდა დამიჯდეს, უნდა ვიპოვო. ძირს დამივარდა. ბატარია ჩავდა, მაგრამ არ იმუშავა. და არ ირთვება. ყველა ნაწილი გამოსაცვლელია. გირჩევთ ახალი იყიდოთ. სადაც იქნებ გააკეთოთ. კარგი ვწდი.
როცა ტელეფონის დასაღებად მოხვალთ, მერე გადაიხადეთ. კარგი, წარმატებულ დღეს გისურვებთ. მადლობთ. მოვედი შვილო. შვილო. ხომ გაგაფრთხილია რადგან მეთქი? შვილო. თვალები გაახილე. თვალები გაახილე ძვირფასო. ძმაო თურქუთ. ძმაო არ წახვიდე. ხომ გითხარი რადგან მეთქი, რატომ არ მომისმინე? ჯერ ისევ სუსტად ხარ. დასვენება გჭირდება. სერერს დაურეკეთ. დაურეკე, მაგრამ არ მიპასუხა შვილო. არ მოიწყინო, კიდევ დავურეკავ. ჩინარ, რაღაც უნდა გითხრა, მაგრამ წინასწარ გაფრთხილება არ შეგეშინდეს. ვიღაც კაცი გეძებდა, მაღაზიაში შემხვდა. შენს ამბავს კითხულობდა, მაგრამ მე არაფერი მithქვამს. ძმა თურგუთი იყო. ჩემი მაზლი. ის კაცი არ იყო, ვინც ამ დღეში ჩამაგდო. რას ამბობ? არ ვიცოდი. რომ ცოდნა და შენი მაზლი იყო, აქ წამოვიყვანდი. აქ მოვიდა. ვიყვირე, მაგრამ ჩემი ხმა ვერ გავაგონე. არ მოიწყინო, ისევ მოვა. არ მოვა. აღარ მიკითხავს. წავიდა და აღარ მოვა. რადგან უფალმა შენი ნახვის უფლება არ მისცა, ესე იგი ასე იყო საჭირო შვილო. ბედი რომ ყოფილიყო, შენს ხმას დედამიწის მეორე ბოლოდან გაიგონებდა. ყველაფერი მოგვერდება შვილო. როგორ მოხდა? დედა შენი ამჯერად ადრე მოვიდა. მოვდივარ. შენი გონება სადღაც დაფრინავს. რა თქმა უნდა, გასაღები სახლში დაგრჩა. ვაღებ. ახლავე. ქალბატონო ზუჰა, რა სიურპრიზია, მოგწანდით. მეგონა სეჰერი იყო და ვბრაზობდი. შემოგწანდით. სეჰერი სად არის? ტელეფონის ხელოსანთან წავიდა. იმ ქალს აიშეს განუწყვეტლივ ურეკავდა. ერჯუმენტი გაუბრაზდა და ტელეფონი კედელს ესროლა. ერჯუმენტიც მართალია. სეჰერს ზედმეტი მოსდის. ნეტა ვიცოდე, ქალბატონო ზუჰალ რა ხდება. აიშეს წასვლას ისე განიცდის. საკუთარი შვილიც კი აღარ ახსოვს. ქმარზე რომ არაფერი ვთქვათ. შიგნით შემოდით, სეჰერი მალე მოვა. არა, ვერ შემოვალ. სალონში უნდა წავიდე. მხოლოდ სეჰერის სანახავად შემოვიარე, მაგრამ არ დამხვდა. ძვირფასო ასე როგორ შეიძლება? არა უშავს. სხვა დროს მოვალ. ეს მოსვლა არ გეთვლებათ. ჩაი ან ყავა დაგველია, მშვიდად გველაპარაკა. გმერთო რა უცნაური ქალია. ან რატომ მოვიდა, ან რატომ წავიდა. 2 წუთით რომ შემოსულიყო, მარგალიტები დასწვდებოდა? კარგია. რადგან სეჰერი ისევ ჩინარს მისტირის, ესე იგი, წარმოდგენა არ აქვს რა ხდება. ჩინარ. იმედია შენს გვამს ტყეში მგლები და ჩიტები შეჭამენ და შენგან თავს სამუდამოდ დავაღწევთ. როგორც იქნა, მარტო გამოგიჭირე. წარმატებულ დღეს გისურვებ. დაკავებული ხარ? რა მოხდა? მეგობარმა დაბადების დღის მოსაწვევი გამომიგზავნა. მინდა და მეკითხა, შეგიძლია თუ არა წვეულებაზე გამომყვა. სიამოვნებით ჩემოიფექ, მაგრამ ქალბატონ ესმას დავპირდი, რომ მას გავყვებოდი. რა საჩქაროა? სად უნდა გაყვა? ინგლისში წასვლამდე რამდენიმე წიგნი უნდა იყიდოს და შევთავაზე ერთად აგვერჩია. წავალთ და ვიყიდით. აი, ქალბატონი ესმაც მოვიდა. აუცილებელია რომ დღეს იყიდოთ.
მე მზად ვარ. თუ მორჩი შეგვიძლია გავიდეთ. კარგი ქალბატონო ესმა. თქვენ გელოდებოდით. იფეკ პროდის გიხდი. შენს მეგობარს ჩემ მაგივრადაც მიულოცე. სასიამოვნო საღამოს გისურვებ. ძალიან ლამაზი ადგილია. აქამდე აქ არასდროს ყოფილ ვარ. ნისა შენს დახთან მოვიდა და დაინახა რომ მუშაობდი. ხო, მოვიდა. იმ დღეს უბრალოდ დეიდა ჩემს ვახმარებოდი. ასე დაემთხვა, თორემ ყოველ დღე არ ვმუშაობ. როგორც ჩანს, მაშინვე მოგახსენა. ამას რა მნიშვნელობა აქვს? როგორ არ აქვს? ვინ იცის ჩემს ზურგს უკან როგორ დამცინა? დემეთ ნუაჭარბებ. ისა ასეთი გოგო არ არის. უბრალოდ გაუკვირდა რომ მუშაობდი. რა გასაკვირია? მუშაობა სირცხვილია ძვირფასო. არა, ამის თქმა არ მინდოდა. არ მოიწყინა. ისას ცუდი არაფერი უთქვამს. უბრალოდ მითხრა დემეთი დავინახეო. გაბრაზდი? არა, გასაბრაზებელი რა არის? უბრალოდ ცოტა მოვიწყინე. მოდი სხვაგან წავიდეთ. კარგი. კუდრეთი შენს განკარგულებაშია. უკაცრავად ანგარიში მოგვიტანეთ. ღმერთმა დაგლოცოთ. შეგერგო შვილო. კარგად ვარ, მაგრამ რაც შეიძლება მალე უნდა ვნახოთ ჩემი ქალიშვილი. დავურეკე, მაგრამ მისი ტელეფონი გამართული იყო შვილო. ალბათ ძალიან განიცდის. განადგურებული იქნება. ეს ბუნებრივია შვილო. გონია რომ მიატოვე. სხვა არავინ ყავს? იქნებ ვინმეს დავუკავშირდეთ. და ჰადი ემყავს, მაგრამ კარგი. ნომერი მითხარი და დავურეკა. ნომერი არ მახსოვს. კარგი შვილო, კარგი. მაშინ ცოტა ხანს მოითმინე. რადგან ღმერთმა სიცოცხლე არ წაგართვა, დადგება დღე, როცა შენ შვილებს შეხვდები. იმედია. ზარიფე მე ვარ. ნუ გეშინია. ქადრია მოვიდა. მოვდივარ. ზარიფე, ეს ქალი ვიღაც კაცმა იკითხა. წასიერი ადამიანი ჩანდა, მაგრამ ვინ იცის რა განზრახვა ჰქონდა. თურგუთი იყო. ჩემი მასლი. შენს დასახმარებლად მოვიდა? არ ვიცი. მაგრამ ძმა თურგუთი ზიანს არავის მიაყენებს. ისიც არ ვიცი რატომ მოვიდა. დავუძახე აქ ვარ მეთქი, მაგრამ ვერ გაიგონა. ბიძია? როგორ ხარ შვილო? როგორ უნდა ვიყო ბიძია? ახალი არაფერია, ტელეფონი გამიბუჭდა. გასაკეთებლად ხელოსანთან მივიტანე. დედა ჩემისგან ახალი არაფერია? შიგნით შევიდეთ და ვილაპარაკოთ. წამოდი შვილო. საბედნიეროდ არავინ არაფერი იცის. ის ქალი ჰადი ეღიად დამემუქრა. ვიცი რომ ჩინარის გაუჩინარებაში შენი ხელი ურევია. ის შვილებს არასდროს მიატოვებდაო. ერჯუმენტი სეჰერზე გაბრაზდა და ტელეფონი გაუტეხა. მაგრამ დაიმსახურა. თურმე მთელი დღეები ტიროდა, არ ჩუმდებოდა. თითქოს 20 წლის განმავლობაში ჩინარი პატრონობდა. ის გველი მკვდარია. და ჩვენს ცხოვრებაში ვეღარასდროს ჩაერევა. ამინ დედა.
მართმაკნას. დაჯექი ბიძია. რა მოხდა? ცუდი ამბავი ხომ არ გაქვს? მოგესალმებით, ბატონო თურგუთ. დილით ქალბატონი ზუჰალი მოვიდა. სეჰერი იკითხა. ნერვიულობ შვილო. ახლა ბიძა შენი მოვიდა, ცუდი ხომ არაფერია? არ ვიცი დედა, ბიძია ჯერ არაფერი უთქვამს. ერჯუმენტი სად არის? მან არ მოგიყვანათ? ერჯუმენტი კომპანიაშია ქალბატონო ნერიმან. არ წამომიყვანია. მადლობა ღმერთს. კარგია. ხომ იცით, თავის ძლივს გაგვაქვს. ხოლოდ ჩემი პენსია არ გმარა. დედა ახლა ამის დროა? ბიძია თურგუთი მოსულა. როგორ ხარ პატარავ? კარგად ბიძია, თაჯინებით ვთამაშობ. ბიძია, თუ გინდა ჩემს ოთახში ვილაპარაკოთ. არ გწყვენია შვილო, მე რა უცხო ვარ? შვილო, შენ ბებიასთან ერთად ითამაშა, არ გააბრაზო. წავიდეთ ბიძია. არა, ნამდვილად რაღაც მოხდა. უნდა გავარკვიო. ჩაი მოგიტანე დედა, მოდი დალია არ გაცივდეს. შენც მოგიტანო ბიცოლა? დიეტაზე ვარ, არ მინდა. კარგი რა ბიცოლა, ჩაი დიეტის დროსაც შეიძლება. არ მინდა მეთქი, წადი შენ საქმეს მიხედე. კარგი. სეჰერი მირეკავს. გისმენ სეჰერ? მე ვარ ქალბატონო ზუჰალ. სეჰერი მოვიდა და თან ბიძა მისი მოიყვანა. უნდა ვილაპარაკოთო, ცალკე გავიდნენ. ვიფიქრე უნდა გცოდნოდათ. თურგუთი მანდარის? რაზე უნდა ილაპარაკონ? არ ვიცი. სეჰერს არაფერი უთქვამს, ამიტომ გადავწყვეტეთ თქვენთან დამერეკა. ჩემი საქმე არ არის რაზე ლაპარაკობენ, მაგრამ თუ გინდათ მოვუსმენ და გეტყვით. როგორც მეტყვით, ქალბატონო ზუჰალ. არა, არ მოусმინო. შენი საქმე არ არის რაზე ლაპარაკობენ. უხერხულია. რომ შეგამჩნია? როგორც იტყვით, ძვირფასო. მე სულ არ მაინტერესებს რაზე ლაპარაკობენ. არ მოვუსმენ. კარგი, კარგად იყავით. ღმერთო. რა მატყუარაა ეს ქალი. დახმარება შევთავაზე, მაგრამ უარი მითხრა. დარწმუნებული ვარ, აინტერესებს რაზე ლაპარაკობენ. მაგრამ არ უნდა რომ მე გავიგო. თავის თავს დააბრალოს. მე მაინც გავარკვევ სიმართლეს. იქ რატომ მივიდა? თურგუთი რას აპირებს? მაშინ როცა ძმის გამო შური უნდა ეძია. იმ გველს შეეკრა და მის დახმარებას ცდილობს. ნუ თუ ვერ ხვდება რომ დედამის და გარდაცვლილ ძმას ღალატობს. როგორ არ წყვენია. მისი გასაკეთებელი საქმე მე დავასრულე. მართალი ხარ დედა. დროა თურგუთს თავისი ადგილი მივუჩინა. როგორ მოვიქცეთ? ნერიმან. ამ მოხუცებულობაში დეტექტივობანას თამაში დაიწყე. იქნებ რამე სასარგებლო გაიგო. ნეტავ რაზე ლაპარაკობენ. ჩურჩულის გარდა არაფერი ისმის. რა ხდება ბიძია? ჩემთან ლაპარაკი რატომ გინდოდა? სეჰერ, ჩემო ძვირფასო. ვიცი რომ რთული პერიოდი გაქვს. პირობა მოგეცი და საქმეს ბოლომდე მივიყვარ. დარწმუნებული იყავი რომ ყველაფერს გავაკეთებ რაც შემიძლია. დედა შენს ვიპოვე. ამით რისი თქმა გინდა ბიძია? დედა ჩემის შესახებ რამე გაარკვიე? მითხარი ბიძია, მითხარი. დედა ჩემის წასვლით უკვე ყველაფერი ნათქვამია. სხვა რამ უნდა გამაბრაზოს. გერმანიაში წავიდა და შვილებზე უარი თქვა. როგორც ჩანს, უზრუნველი ცხოვრება არჩია. აქ ამის სათქმელად მოხვედი არა? ეს ხომ ისედაც ვიცი. შეგიძლია მშვიდად იყო ბიძია. სეჰერ, შვილო, შეგიძლია ერთი ჭიქა წყალი მომიტანო. პირი გამიშრა. მოგიტან ბიძია. შენც მართალი ხარ. დედისგან მიტოვებულ შვილთან ამ თემაზე ლაპარაკი მარტივი არ არის. სიტყვებს ვერ ვპოულობ, მაგრამ აშკარაა რომ დედა ჩემი სინდის მას საერთოდ არ შეაწუხა. დედა, აქ რას აკეთებ? გვისმენდი? რას ამბობ შვილო?
მინდა დამეკითხა ჩაის ან ყავას ხომ არ დალებთ. კარზე დაკაკუნებას ვაპირებდი. საჭირო არ არის, არ შეწუხდე. წადი ტელევიზორს უყურე. კარგი შვილი, როგორც იტყვი. დედა, იქნებ ყოველად ნერვიულობთ. იქნებ თურგუთის სეჰერთან იმისთვის მივიდა, რომ მისი ამბავი გაეგო და ენო გეშებინა. ხომ შეიძლება? შენი ნათქვამი თავად თუ გჯერა არ ძალო. არ ვიცი დედა. იქნებ თურგუთს უნდოდა რომ შეემოწმებინა ჩინარისგან რამე სიახლე ხომ არ არის. შენ ფიქრობ ასე. მე კი არ გამიკვირდება ახლა პოლიცია რომ მოვიდეს და განყოფილებაში წაგვიყვანოს. ღმერთმა ნუქნას დედა. მართალია თურგუთი გაბრაზებულია, მაგრამ ასეთ რამეს არ გააკეთებს. არც სეჰერს ეტყვის და არც პოლიციას. მე და შენ ხომ არ გაგწირავს. ჩინარის გამო საკუთარ ცოლს და დედას ციხისთვის გაიმეტებს? ახლა მისგან ყველაფერი მოსალოდნელია. ასეთ რამეზე ნუფიქრობ. დამშვიდდი. ჯერ თურგუთს დაველაპარაკოთ. ღმერთო გევედრები, სწორი გზა მაჩვენე. ერთ მხარეს დედაჩემი და ჩემი ცოლია, მეორე მხარეს საბრალო ჩინარი და სეჰერი. ერთის დახმარება მეორის ცეცხლში ჩაგდებას ნიშნავს. როგორ გამოვიდე ამ სიტუაციიდან ისე რომ არავინ დაშავდეს. სეჰერს სიმართლე უნდა ვუთხრა. იცის რომ ვურეკავ, მაგრამ არ მპასუხობს. ვინ იცის სეჰერს რას ეუბნება? სჯობს მათთან მივიდა, სანამ გვიანი არ არის. თურგუთ, სიბრალულის გრძნობამ დაგაბრმავა. ინებებიძია. მადლობ შვილო. ისმინე სეჰერ. მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრა. მაგრამ დამპირდი რომ რაც არ უნდა მოისმინო მშვიდად იქნები. ნუ მაშინებიძია, მითხარი რა მოხდა? დედა შენი გერმანიაში არ წასულა შვილო. რა? რას ნიშნავს არ წასულა? აბა სად არის? რატომ ვერ ვუკავშირდები? ბიძი აქ თხოვ მითხარი, რამე დაემართა? სეჰერ, დამშვიდდი. არ ვიცი დედა შენი სად არის, მაგრამ სადაც არ უნდა იყოს ვიპოვი და მოვიყვან. ბიძია, თუ გერმანიაში არ წასულა სად არის? რატომ ვერ ვუკავშირდები, რამე დაემართა? მითხარი რა ხდება, სად არის დედაჩემი? ნათუ ბებიამ რამე დაუშავა. მას შემდეგ რაც დედაჩემი გამოჩნდა, ბებია მოსონებას არ აძლევდა. რა დაუშავა? ბიძია მითხარი რა დაემართა დედაჩემს? სეჰერ, შვილო ცუდზე ნუფიქრობ. დედაჩემს არაფერი დაუშავებია. ყველაფერი ისე არ არის როგორც შენ გონია. უბრალოდ ჩინარს აფრთხილებდა. ხომ იცი არ შეერა რომ დედა შენი უდანაშაულოა. ამიტომაც ცდილობდა რომ დაერწმუნებინა აქედან წასულიყო. არ უნდოდა თქვენს გვერდით ყოფილიყო. ამიტომ ბილეთი უყიდა და გერმანიაში გამგზავრება შესთავაზა. თუმცა ჩინარმა უარი თქვა. გაიქცა. დედაჩემის დამხმარე კაცი აედევნა და ცდილობდა შეეჩერებინა. შემდეგ კი შემდეგ რა მოხდა? ნუ თუ დედაჩემი? ტყეში გაქცევისას შემთხვევით კლდიდან გადავარდა. რა? დედაჩემი მოკვდა? არა.
დედაჩემი არ მოკვდებოდა. გთხოვ, მითხარი, რომ დედაჩემი არ მომკვდარა. მითხარი, რომ არ მომკვდარა, ბიძია. გთხოვ, მითხარი. დედაჩემი არ მომკვდარა. ხომ ასია? მიპასუხე, ბიძია. რა ხდება? რა სჭირს ამ გოგოს? გეგონება ახრჩობენო, მერტო. არა, არ მომკვდარა. შვილო, გთხოვ, დამშვიდი. ძლიერი უნდა იყო. ჯერ არაფერი ვიცით. უფლის იმედი არ უნდა დავკარგოთ. იქნებ ცოცხალია. რატომ ტირის? რამე მოხდა? არა, ქალბატონო ნერიმან. ცუდ ხასიათზე იყო და საუბრისას უცებ ტირილი დაიწყო. ყოველთვის ერთი და იგივე. დღე დაღამ გაუჩერებლად ტირის, უკვე აღარ შემიძლია ამის ატანა. ახლა თქვენთან ლაპარაკმაც აატირა. ტირილში ცუდი არაფერია, ქალბატონო. უნდა იტიროს. იქნებ გულზე მოეშვას. გთხოვთ, მარტო დაგტოვეთ. კარგი, როგორც იტყვით. კლდე, ტყე. ეს ის ადგილია, სადაც ბიძია ხალილთან ერთად ვიყავი. ის სწორი იყო. დედაჩემი თავიდანვე იქ იყო. ვინიც ის იქნებ მასთან ძალიან ახლოსაც ვიყავით. ცოტა ხანს კიდევ რომ გვეძებნა, იქნებ იქამდე გვეპოვა, სანამ რამე დაემართებოდა. მაშინვე უკან არ უნდა წამოსულიყავით. დამშვიდი შვილო. გთხოვ, ნუტირი. დედა შენს ვიპოვეთ. ახლა ვიცით, სადაც უნდა ვეძებოთ. მომერთო, გთხოვ, დედაჩემს არაფერი დაემართოს. გთხოვ, დაიცავე ყოველგვარი ბოროტებისგან. ჩემო სეჰერ. მალე შევხვდებით, შვილო. რადგან არ უნდა დამიჯდეს, ფეხზე წამოვდგები. დედა შენის იმედს ნუ დაკარგავ. ეს მონატრება უნდა დამთავრდეს. სეჰერ. ჩემო ძვირფასო. გული მეწვის. მონატრებას ვეღარ ვუძლებ. ღმერთს ვევედრები. უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გნახო. და გულში ჩაგიკრა. მოიცადე, შვილო, არადგე. ცოტაც მოითმინე. შენ შვილს აუცილებლად ნახავ. მოთმინების ძალა აღარ მაქვს. ეს ლოდინი გაუსაძლისია. ყოველი ამოსუნთქვა ფილტვებს მიწვავს. ჩემი ქალიშვილისგან შორს ვარ. მონატრება რთულია, შვილო. მესმის. მაგრამ მადლობა ღმერთს, ცოცხალი ხარ. როცა კლდიდან გადმოვარდი გადარჩენისთვის, რომ არ გებრძოლა, შვილებს ვეღარ ნახავდი. ცოტაც მოითმინე. მერწმუნე შვილს აუცილებლად ნახავ, შვილო. ნუ დარდობ. შვიდად იყავი. ბებია, გავაფრთხილე. დავემუქრე დედაჩემს რამეს თუ დაუშავებ, გაგანადგურებ მეთქი. სასჯელს ვერსად გაექცევა. პოლიციაში დავასმენ და ციხეში ჩასვამენ. არ გინდა შვილო. მოწყალება გამოიჩინე, სეჰერ. მოხუცმა ქალმა ციხეში როგორ უნდა იცხოვროს? წადი და ჰკითხე, დედაჩემი რატომ არ შეიბრალა? მას მხოლოდ ჩინარის აქედან გაშვება სურდა. წარმოდგენა არ ქონდა, რომ ყველაფერი ასე განვითარდებოდა. ძალიან ნანობს, შვილო. რას ამბობ, ბიძია? ბებიას დედაჩემი ეზიზღება. ლოცულობს, რომ მოკვდეს. ბოროტ მოქმედია. პოლიციაში წავალ და ვუჩივლებ. ყველაფერს ვიტყვი. სეჰერ, ღვთის გულისთვის დამშვიდი. ისეთ რამეს ნუ გააკეთებ, რასაც მე რეინანებ. პოლიციას რას ეტყვი? არანაირი მტკიცებულება არ გაქვს. მაშინ მტკიცებულებებს ვიპოვე. სეჰერ, სისულელეებს ნუ ამბობ. გთხოვ, გონსმოდი. ახლა იმაზე მეტად მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს, ვიდრე ბებია შენის პოლიციაში დასმენაა. ნუ მისმინე, დედა შენი უნდა ვიპოვოთ. ხომ შეიძლება, რომ ისევ ცოცხალი იყოს? დამიჯერე, შვილო. წადი სახეზე წყალი შეისხი და გონსმოდი. მერე წავიდეთ და დედა შენი მოუძებნოთ. დროს ნუ დავკარგავთ.
დერილით თავს ნუ მოიკლავ შვილო. წყალი დალია. მიდი ძვირფასო. რაღაც მოვიფიქრე შვილო. რა ერქვა იმ ქალს ვისი ნომერიც ვერ გაიხსენე? ჰადიე. ო, ჰადიე. მისი მისამართი იცი? თუ გახსოვს დამიწერე. წავალ და ვიპოვე. ამას მართლა ამბობთ? შეგიძლიათ მასთან მიხვიდეთ და ჩემი ამბავი უთხრათ? რა თქმა უნდა შემიძლია შვილო. ბოლოს და ბოლოს შვილს ხომ უნდა შეხვდე. დამიწერე მისამართი. ოღონდ ცოტა დიდი ასოებით. კარგად ვერ ვხედავ. ახლა წავალ. დროს აღარ დავკარგავ. თუ აჰმედი მოვა, არ შეგეშინდეს. იცი შენი ამბავი და გარი გაუხე. კარგი. რა კარგია ცხოვრება. სეჰერს მფარველები არ ელევა. დღე დაღამტირო და სანამ ბიძამის არ მოაკითხა და გულის გადასაყოლებლად არ წაიყვანა. გახმოვანებულია მთავარ არხზე.